და ოდა ბატონი ზურას რეცეპტით ზურა იყო გვარას ბერუაშვილი, რავი, თუ ვინმე ცხინვალელი ხარ და გაგიგონია ზურა ბერუაშვილი, კაი ხნის წინ გარდაიცვალა, ხონებული. აი იმის რეცეპტით მინდა გავაკეთო, აი ეს. ვაკეთ ხორცს ჩატვირთავდა და ზემოდან დააფარებდა ხოლმე სახურავს. ეხლა ეს ხორცი არ ზეთი უნდა არაფერი? არა, ზეთი. ვიცი. ვიტა ეს გამხადე. შენ ნელ-ნელა ისავლე რა. იმიტომ რომ დაბრუნდები ცხინვალში. კი არა, რომ დაბრუნდებით. აი პირველი ერთ მამიდა სახლი და უწვეს. მეორე მამიდის სახლში ოსებიანია შესახლებულები. მონა. ნახოთ რა ვინმე სახში შესახლება რა. ხო იცი, ისიც იმის ვინც ბოლოს იცინეს. შახაბასაც ეგრე ეგონა ღორის ნაშრომს, მაგრამ ჩვენ ავართ. ეგენი სად არიან? მოგეთ, მეგობრებო, ეხლა ეს ჩვენს გაუშვებს. შენ რომ მითხარი, ზეთი არ უნდაო, ეს ხო ქონიანი ხორცი იყო, ეს კონი გადება და ჩადება დაბლა. ხორცი თავის ეს ყველაფერი და მოიხარშება. მე გადმოვიღებ, გადავატრებ და შავი. პილპილი ქონდეთ აუცილებლად ამას მეტი არაფერი და ხახვი. არის გემრიელი და სხვანაირი სურნელი აქვს, ის გააკეთეთ. მოგეთ, შეიწვება და ვნახოთ. ეხლა იმას ვიზავ რა ქვია, ესე იქნება. ახვდი და დრამატულ მომენტს გაჩვენს ეს გადატრიალება და შეგიდან როგორ უნდა გაუშვოს წვენი და რა ფერი უნდა გახდეს ხორცი და მე გავაღწევთ. გაიგე ბატონო. კი. მეგობრებო. და ირაკლი შენს გეუბნები. ხედავ როგორ გათხოვა. არა, ფერზე დადგა. ეს რაღაც მომენტში უნდა გადაატრიალო, რომ ძირი არ დაიწყოს რა. ხო, ახლა ეთყობა. მე რო ხორცი ჩავალაგე, ხო ნახე რომ. ძალიან გადატენილი იყო და ეხლა ძვირი. ეს